მგზავრობის ფასმა კიდევ მოიმატა, ამჯერად ტარიფი გორი-თბილისის მიმართულებით გაიზარდა. მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი გახდა. ხოლო მინივენით, ტაქსით მგზავრობა 10 ლარი ეღირება. ინფორმაციას გადამზიდავი კომპანიებიც ავრცელებენ. მათი განმარტებით ფასების ზრდა საწვავის გაძვირებამ და სხვა საოპერაციო ხარჯების მატებამ გამოიწვია, რომლებიც ძირითადად ისევ საწვავის ღირებულებას უკავშირდება. მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ბილეთის ფასის ზრდას მოყვა. ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სტუდენტები აღმოჩნდებიან, რომლებიც თბილისში სწავლობენ. ეხლა თბილისიდან მოვდივარ და 7 ლარი გადავიხადე, 5 ლარი. სოფელში მივდივარ და რა დახდა არ ვიცი, კაც მოიმატება. სტუდენტები ყველასთვის ტვირთი არის რა. პენსიონერისთვის ტვირთი არ არის, წამლების ფულად არ ამყოფნის. დღეს პირველად ვიმგზავრე გაწურებულ ფასით. შევხედე და უკვე ადმინისტრაციის განცხადება იყო გამოკრული. პირველ რიგში საწვავი არის გადამწყვეტი ფაქტორი და დანარჩენი უკვე მგზავრების დამიხედვით ცოტა ვუჭირთ, მაგრამ მაინც იხდია. ვუჭირთ, მაგრამ იხდია. ზოგადად საქართველოში ცხოვრება ძვირდება და არც ტრანსპორტის გაძვირებამ არ დააყოვნა, აგერ ჩვენ ვიცით, რომ გორი-თბილისის ტრანსპორტი გაძვირდა. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს გაძვირება ძალიან მნიშვნელოვნად დაარტყავს გორელი მოსახლეობის ჯიბეს, რადგან აქ არიან სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან თბილისში, აქ არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უწევთ ყოველდღიურად თბილისის სიარული და გამოდის ის, რომ მათ მოუწევთ ყოველდღიურად დაახლოებით 20 ლარის გადახდა ტრანსპორტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ხელფასის დიდი ნაწილი მათ დაეხარჯებათ უბრალოდ იმისათვის, რომ სასწავლებლამდე და სამუშაო ადგილამდე მივიდნენ. ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უნდა დანიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ეს პრობლემა გამოსწორდეს და ერთად უნდა იმუშაონ იმასთან დაკავშირებით, რომ რამენაირად ხალხს გაუმარტივონ ზოგადად ცხოვრება. თუმცა გორის მერიაში ამას საერთოდ არავინ არ აპირებს და არც გადადგავენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის როგორ იცხოვრებს ადამიანი, მათთვის მხოლოდ საკუთარი ჯიბეები არის პრიორიტეტი და შესაბამისად აი ამ გაძვირებით ძალიან დაზარალდება გორელი მოსახლეობა.